Ღვთისა და Ძისათა და Წმინდისა სულისათა ამინ. დროისა და მარადისობის შესახებ კიმანდანტი რაფაელი. შეუძლებელია დროის გამოცანის გამოცნობა, მაგრამ ძველი ბერძნები ცდილობდნენ სიმბოლოთა და ალეგორიათა მეშვეობით როგორღაც ამოეცნოთ იგი და ერთგვარად ხელშესახები გაეხადათ. დროის ერთ-ერთი ასეთი სახეა კრონოსი, მძვინვარე და დაუნდობელი საკუთარი შვილების შთამთქმელი ღმრთაება. დრო დღეებსა და ღამეებს შობს. დღეებს ვითარცა ძეებს, ღამეებს ვითარცა ასურებს და იმავ წუთს უკლებლივ შთანთქავს. საუკუნეები და ათასწლეულები გაუმაძღარი დროის სტომაქში ქრებიან. სპარსელებთან და მიდიელებთან ელინური კრონოსის ანალოგს დროის ღვთაება ზერვანი წარმოადგენს. ის მხეცისთავიანი ფრთოსანი ადამიანის სახითაა ცნობილი. ზერვანი ბურთზე დგას, ხელში კვერთხი უჭირავს. მოგორავე ბურთი დროის მოძრაობას აღნიშნავს. ის არასოდეს ჩერდება, არ წყდება, უკან არ ბრუნდება. ამას გარდა ბურთი კოსმოსს აღნიშნავს. იმდენად, რამდენადაც ძველებს ყველაზე სრულყოფილ გეომეტრიულ სხეულად სწორედ სფერო მიაჩნდათ. დრო კოსმოსზე მეფობს, იგი მას ფეხით თელავს. კვერთხი ზერვანის ხელში უმაღლესი ხელისუფლების ნიშანია. არაფერს შეუძლია შეეწინააღმდეგოს დროს. არავის ძალუძს მას წინ აღუდგეს. ზერვანის თავი ურჩხულის თავია. დრო არა მეფე, არამედ ტირანია. ის დაუნდობელი სისასტიკით მართავს. მას არც წინამორბედი ჰყავს, არც შთამომავალი. იგი თავისი თავიდან არის შობილი. იგი მოაკვდინებს ყველას, ვინც გზად გადაეყრება. ზერვანს ბრთები აქვს, დრო ყველგან ყოფია. მას ვერც ცისა და მიწის უფსკულებში დაემალები, ვერც მთათა მწვერვალებზე. ზერვანი თავისი კვერთხით კლდეებს ჩამოაცევს და ციდან ვარსკვლავებს ყრის. ზერვანი ყოველთვის მარტო. ის სამყაროს თვითმფრობელია. მასთან მიახლოებას და მის გვერდით დადგომას ვერავინ გაბედავს. მხოლოდ სიკვდილის ღვთაება გამოდის მის შესახვედრად, რომ მისი ხელიდან ნადავლი მიიღოს. სხვა გამოხატულება დროისა ეგვიპტის სფინქსია, უდაბნოში პირამიდების ფერხთით მწოლარი და სიკვდილის სამეფოს მოდარაჯე. სფინქსი ნაწილობრივ ზერვანს გავს, ოღონდ პირუკუ, მას ტანი ლომისა აქვს, მკერდი და თავი ადამიანისა. ეს ფილოსოფოსთა ღვთაებაა, რომელიც ადამიანებთან დიალოგებს მართავს, მათ შეკითხვებს უსვამს, გამოცანებს თავაზობს, მერე კი კლავს. ფილოსოფოსნი და ბრძენნი სფინქსის მიერ დაფარული საიდუმლოს ამოხსნას, მის შეკითხვებზე პასუხის გაცემას ცდილობენ, მაგრამ ბავშვებივით უმწეონი არიან. სფინქსი მათ, როგორც ბავშვებს, ათამაშებს, შემდეგ თავისი ლომის თათით სრეს. ბრძნებს და ფილოსოფოსებს არ შეუძლია დროის მეუფებისაგან თავის დაღწევა. არ შეუძლიათ სფინქსის საიდუმლოს ამოცნობა. არ შეუძლიათ თავის დაცვა საკუთარი დიალექტის ძალით, რომლითაც ისინი მსოფლიოს აცვიფრებდნენ და ატყვევებდნენ და ამიტომ უმეცართა ხვედრს იზიარებდნენ. ისე კვდებიან, რომ ვერ იგებენ საიდან და რისთვის. რამე თუ ამის გამხელა ადამიანებისათვის მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც დროს აღემატება. სფინქსს თავი და მკერდი ქალისა აქვს. ქალის თავი მიწიერი სილამაზის სიმბოლოა. დრო აჯადოებს ადამიანებს. თავის მსხვერპლს გველისებური მზერით ატყუებს. თავისაკენ იტყუებს. სფინქსის ერთი მკერდი სიცოცხლის აღნიშნავს, მეორე სიკვდილს.
ადამიანის ცხოვრება დროში იწყება, დროში მთავრდება, მისი მიწიერი ყოფა. ერთი მკერდი რძით სავსეა, მეორე შხამით. სფინქსმა უდაბნოში თითქოს და მარადისობის საზღვარზე აირჩია ადგილი. ის, ვინც პირამიდები აღმართა, დროზე გამარჯვებას ფიქრობდა, მაგრამ დღესდღეობით მათ სფინქსი ფლობს. ეს ხელით შექმნილი მთები, ცეცხლის 4 წახანაგა სიმბოლოები უკვდავების მხოლოდ და მხოლოდ ილუზია. ბაბილონელებს თავიანთი ტაძრების ზიქურათების საკურთხევლებში უცნაური სპირალისებური გამოსახულებები ჰქონდათ, რომლებიც ასევე დროის სიმბოლო იყო. ეს ერთდროულად წრეცა და სწორი ხაზიც. დრო სწორხაზოვანია, მაგრამ ამასთანავე ერთგვარ ციკლებს შეიცავს, რომლებიც მთლიან წრეში ჩაუკეტავთ, ერთმანეთში გადადიან. ძველები ამ ციკლებს ყველგან აკვირდებოდნენ. კოსმოსური მოვლენებიდან ნათლობთა მოძრაობა ადამიანთა ისტორიის მოვლენებამდე. ეს დროის პროექცია კოსმოსში, ანუ კოსმოსის დროში. ინდიელთა უძველესი ტომები, მაია და ინკები, თავიანთი ტაძრების დიდ ნაწილს დროის მრისხანებ დაებას უძღვნიდნენ. ისინი მათ მაღალ ბორცვის მსგავს საძირკველზე აშენებდნენ, რომლის ყოველი მხარე ქვის საფეხურიან კიბეს წარმოადგენს. თვით ზემოთ მდგარ ტაძარს წაკვეთილი პირამიდის სახე ჰქონდა. საფეხურები სიმბოლურად ადამიანის სიცოცხლის დღეებს ნიშნავდა. ტაძრის მოედანზე ყოველწლიურად ადამიანის მსხვერპლ შეწირვა ხდებოდა. თითქოს და ნიშნად იმისა, რომ გაუმაძღარი დრო მსხვერპლს ითხოვს. ადამიანები მისი ტყვეები და მძევლები არიან, რომ სიკვდილი ეს აპოთეოზია დროისა. ძველი ბერძნებმა დროის კიდევ ერთი გამოსახულება შექმნეს. სამართლებლის პირზე მსრბოლი მელოთი კაცისა. მას ვერ დაეწევი და თმაში ვერ სწვდები. ისევე როგორც დროს ვერ დაეწევი და ვერ დააბრუნებ უკან. სამართლებლის პირი დროის შეუქცევადობას, მის განზომილებიანობას ნიშნავს. მასზე მსრბოლ ადამიანს არსაით გადახვევა არ შეუძლია, მაგრამ აქ კიდევ ერთი აზრი. თვით დროის პირობითობა წარსული აღარაა იმდენად, რამდენადაც ის გავიდა რეალობიდან, ის ერთგვარ წარმოსახვად იქცა. ობიექტურად არც მომავალი, ის ჯერად დამდგარა, ის ჯერ ვარაუდის ერთგვარი ყოფიერებითი პოტენციის სფეროს განეკუთვნება. ისევ და ისევ აწმყო რეალური, მაგრამ ისიც მხოლოდ საზღვარია წარსულსა და მომავალს შორის და სამართლებრივით ბასრია. ძველებს არ ხელეწიფებოდა დროის საიდუმლოს ამოხსნა. მათ არც მარადისობის საიდუმლოს ამოხსნა შეეძლოთ, რომელიც ერთგვარ სტატისტიკად ან კოსმიური ისტორიის ციკლთა შორის პაუზებად წარმოედგინათ. ამიტომ მათთვის დრო განწირულობის ნიშანი იყო. ის მათთვის საშინელ გველს გავდა თავისი ხვეულებში მსხვერპლს რომ სრეს. დროის საიდუმლოს ეკლესია ფლობს. ეს საიდუმლო უბრალო. ღმერთმა დრო მარადისობისათვის მოსამზადებლად შექმნა. დრო არ არის დასაწყისისა და დასასრულის გარეშე. ის მარადისობის ფონზე მიედინება. დრო ეს მზადებისა და არჩევანის მდგომარეობა. გზაჯვარედინია, სადაც ადამიანის არსებობის მთავარი საკითხი წყდება. ვისთანაა იგი, ღმერთთან თუ ღმერთის გარეშე. დრო ეს ცვლილებების, პიროვნების ჩამოყალიბების საშუალებაა. ასევე ღმრთის მსგავსების გამოვლენისა ან დაკარგვისა, იმის შეძენისა, რაც მარადისობაში გაიხსნება. მიწაზე ყოფნა მარადისობაში კი ჭეშმარიტი მყოფობა. დრო ადამიანის გამოცდის ველია.
მარადისობა კი თვით ღვთაებრიობის კუთვნილებაა. ამიტომ მარადისობა ქრისტიანისათვის წინა საუკუნო მადლთან სულის დროში თანაზიარობით იხსნება. ხატოვნად რომ ითქვას, მარადისობა ეს თითქოს ღვთაებრიობის სუნთქვაა, რომლის შეგრძნებაც სულს ლოცვის დროს შეუძლია. ურწმუნოსათვის, ისევე როგორც ძველი წარმართისათვის დრო მარტოოდენ სიკვდილის წინაკარია, ყოფიერების ნეგატივი, ადამიანური იმედების მსხვერპლობა. ამიტომ ურწმუნოდ დროსთან ბრძოლის მხოლოდ ერთი საშუალება რჩებათ, დაიბიწყონ იგი. ქრისტიანისათვის დრო ეს უდიდესი ძღვენია ღმრთისაგან და ამასთანავე დიდი პასუხისმგებლობა. მარადისობა შესაძლოა ჩვენთვის ღმრთის უსასრულო კარგვად იქცეს. ანუ თუ ვერ იცხოვრებ ისე, როგორც ამას ღვთისმცნებები გვასწავლის, თუ ვერ მოემზადები სათანადო დროში ამიწიერ ცხოვრებაში, ღმერთს დაკარგავ. დაკარგავ არა ერთი წამით, არამედ მარადისობაში. ღმერთმა დაგლოცოთ და გასაგებია.